მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ქალაქ ვილნიუსში ამ 3 დღის განმავლობაში ჩვენს ევროპის საერთაშორისო პარტნიორებთან, ლიეტუველებთან, პოლონელებთან, გერმანელებთან, შვედებთან, ამერიკელებთან. ეს ის ხალხია, ვინც განსაზღვრავს ევროპულ პოლიტიკას და მათ სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. ძირითადად გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც ერთსულოვანი არის ყველა ევროპაში. ეს არის უკრაინასთან დაკავშირებული საკითხი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა. და როდესაც მთელი ცივილური სამყარო, თავისუფალი მსოფლიო თან ხდება უკრაინასთან მიმართებაში და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და ამ დროს განსხვავებული სრულიად პოზიცია აქვს ქართულ ოცნებას, ეს თავისთავად უკვე მეტყველებს სად დგას ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. ცალსახად ქართული ოცნება არ დგას იქ, სადაც არის ცივილიზებული ძალები მსოფლიოსი. ანუ ის არ დგას იმ მხარეს, რომელსაც ქვია დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით ხალხი ევროპაში არის რბილად, რო ვთქვათ, ძალიან შეწუხებულები, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს საპატიმრო და იგი იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში.